რატომ მუშაობ მე? ეს ბიძინაზე რო ვიხუმრე კარგად, იმისია. ეს ალასანიაზე რო ვთქვი, კარგი მინისტრია თქო. ეს სერგიენკომ გამომიგზავნა, აღარ მახსენო არასდროსო. და ეს ეკაბესელიაზე რო ვთქვი, ამ ხელისუფლების ლოყაა თქო. ეხლა გადავანაწილებ. რუსკა გადავანაწილებ ძალიან ხო. ოთარ ერთი წუთი მომისმინე. ეს ოთარ ზემოდან დარეგეს. ზემოდან? ზემოდან დარეგეს. ეს ალასანიას წილებს ვანაწილებ თან. მითხარი? ოთარ ზემოდან დარეგეს. დარეგეს რა გვინდაო? ხადურზე თუ იტყვით რამესო პატივისცემა იქნებაო. ხადურზეო? ეს რამდენი ფული გაქვს? ძალიან ბევრი ფული მაქვს. ეს აქ დამჭირდება. ერთი წუთი რა. არ იკისრებ რამეს? ვიკისრებ, ერთი წუთი გადავითვალო. ეს წილი ბატონ ბიძინას. მოიცა? ეს? ეგ მაინც არ დაითვლის, ერთი წუთი. აჰა. ეს ასე და აი ეს დაგვრჩა. გინდა ვიკისრო? ეს სტუდიის ხელმძღვანელობას. მომეცი? ასე. იკისრე რამე? ვიკისრებ, აი ნახე. 15 ლარი? კი. 3 ხინკალი და ლიმონათი მოგვივა. რა გინდა მეტი? გეპატიჟე. მოიცა, მაშინ კოწახურის ლიმონათი. ტარხუნის. არა კოწახურის. ლიმონათი იქნება ტარხუნის. არა კოწახურის. ლიმონათი იქნება ტარხუნის. არა კოწახურის. ტარხუნის. კოწახურის. კოწახურის. არჩენი, მსხლის, წამოდი. წავედი. Tenda, se ahla amovida, Washington shishwatrea, Tatsimat samovida, Amsterdam shi, ahla shvidi saati, vitrina shigana Monica Jenniferi, Samantha Gabriela da Natia, Tokyo shishwatrea, Roboter satsetsineva, Shiki pikrobe hizduara Kheni anta shaligeva Bilishi hotel Fizortan angilsika vetquela Kamajoba khamis show itskeva Badonebo da badonebo Othar Tadishvili წუხელი იყო წლის ყველაზე მოკლე ღამე. ისეთი მოკლე ღამე იყო, რომ ჩემი უბნელი ერთ-ერთი რო ყვიროდა, მოვიდა, მთვრალი დაბრუნდა უბანში და რო დაიწყო, რომ ავოიე მეზობლებო თქვენი და ამ დროს გათენდა, სანამ დაამთავრებდა. და ბოლოს მთელმა უბანმა დავინახეთ, ვინ არის ეს კაცი. მოგეხსენებათ, გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის პრემიები აქვთ აღებული წელს დეპუტატებს და მთავრობის წევრებს. მე ყველაზე ძალიან მაინტერესებდა თუ სერგიენკოს ჯანდაცვის მინისტრს რამდენი ქონდა პრემია აღებული და აღმოვაჩინა, რომ მას პრემიის სახით აღებული აქვს 4000 ლარი, ნამყოფია ვიზიტით 5 ქვეყანაში და წლის ბოლომდე იგეგმება მისი ვიზიტი კიდევ 15 ქვეყანაში. აი ხალხო, რატომ მინდა ჯანდაცვის მინისტრი? სანამ ახალგაზრდა ვარ, რომ მოვასწრო ცოტა გაგულავება აქ ეთიკება, თქვენ რა გონიათ, მე რა სისტემას შევცვლი თუ რა? კარგი, მოკლედ, გასული კვირა ვიზიტი რახან ვახსენეთ, გასული კვირა იყო ვიზიტების კვირა. ბატონი უსუფაშვილი ბრძანდებოდა ლონდონში, ალასანია ბრძანდებოდა ბაქოში, მიხეილ სააკაშვილი იყო რომში, ეს ვიზიტები თავის ლოგიკურ ფინალს მიუახლოვდა და შესაბამისად კვირის ბოლოს უსუფაშვილი დაბრუნდება ლონდონიდან, ალასანია დაბრუნდება ბაქოდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება რომიდან, ან
დუბაიდან, ან კუალა-ლუმპურიდან, ან დარ-ეს-სალამიდან, ან გოთხობიდან, ან საიდანაც დაბრუნდება, ან საერთოდ არ ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დაცხა და შესაბამისად მომრავლდნენ ეს ქვეწარმავლები, არ მიყვარს თეამე ქვეწარმავლები. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ერთმა დარბაისელმა გურჯაანელმა კაცმა. ერთად მოусმინოთ. მინდორში მე ვარ მინდურის კაცი, მაქვს ხეივნები, პლანტაციები, ქოხი მაქვს გაკეთებული, მომრავლებულები არიან. წამოწოლი ვარ ქოხში, ამოხოსტავს და მიყურებს ეგრე, ჰა? მე წადი, არაფერს არ გეშელი, წადი მეთქვი მაინც არ მინდის, მიყურებს. აღდგები და ჯუხწავავლებ ხელ, ხო არ ვაკმენინე, მაგრამ აღდგები და მაინც წავა ხოლმე, მაგრამ ეშმაკმა არაიძინა უცბად რომ მიკმინოს მე რა ვაკმენის დროს რომ მიკმინოს არა მაშინ ამ დანი დავისერავან მანამდე აბა არის რქები იმას არა აქ რო ხელი კაცო გადავარდო წითელია ყვითელია ზოგი შავია ჭრელია ისეთი ლამაზები არიან რომ აი ნამდვილად რომ მოეფერები მაგრამ არ მეფერებიან ისე რომ ხელი წავაგო და მოვეფერე აი წითლებიც არიან, მწვანეებიც არიან, ჭრელებიც არიან, მაგრამ არ მიდიანო, პოლიტიკოსები ვიტყופილან. მცხეთაში, არაჩვეულებრივ ულამაზეს ქალაქ მცხეთაში გუშინდა დღეს მიმდინარეობს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. და როგორც მუსიკის და ელექტროობის სპეციალისტები ამბობენ, მომავალ თვეში მცხეთას ისეთი დიდი გადასახადი მოუვა ელექტროენერგიის, რომ გაისათ ისევ ფოლკლორს დაუბრუნდებიანო. კომპანია მაქთი უჩივის კავკასუსს და სილქნეთს. იმიტომ რომ მე რო არა მაქვს გადახვევის ფუნქცია, არც თქვენ უნდა გქონდეთო. მე მაგალითად ამის წინააღმდეგი ვარ. უნდა იყოს გადახვევის ფუნქცია, იმიტომ რომ აი ხა ჩვენ გვიყურებს ხალხი, შეიძლება რომელიმე ტელემაყურებელს, პატივცემულ ტელემაყურებელს სულ არ უნდა ღამის შოუს ნახვა ოთარ ტატიშვილთან ერთად და უნდა რომ ნახოს სერიალი მარტოსული. ხო, რა უნდა ქნას, უნდა გადაახვიოს. ახლა მე ამით ვისარგებლებ. და მოდი ასე მოვიქცევი, რომ ვითომ ეხლა იწყება სერიალი მარტოსული, ვისაც გადახვევა არ შეუძლია, ამითი მოვიზიდავ ტელემაყურებელს და დავდებ დიდ რეიტინგს. ერთი წუთი. სინტია. ძალიან გთხოვ. არენდო გუსტავოს. იმიტომ რომ გუსტავო გამოგიყენებს, ბოლომდე გამოგიყენებს სინტია. და მე მოგისვრის და მიგაგდებს ისე როგორც მე გამიკეთა. ძალიან გთხოვ, არი ნერვიულო ჭრილობა არ გაგეხსნას. უი მართლა მე დაჭრილი ვარ. მე ამას არ ვაპატიებ. მუხანად როდრიგოს. ჩვენ კი გაგიკვირდებათ და ვიწყებთ სერიალს. მარტოსული. შემდეგი რუბრიკა გახლავთ სევილიელი დალაქი. და რუბრიკის სტუმარია ცნობილი ოპერის პერსონაჟი ჯორჯ როვალსი, გთხოვთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით, ესე იგი დიზაინერი, მაცხნობის დიზაინერი ვარ. იმიჯმეიკერი, ეს ყველას ჯობია. მსახიობი
მსახიობი. თორემ ყველა ფილმში, რომელსაც ვიღებდი მე, რეჟისორებთან, ყველგან აფერისტის როლს ვთამაშობდი. რატო არ ვიცი? რა ვიცი, რა შეგატყეს ამის? გავარ ალბათ. არ ვიცი, ფილმს რაც ვიღებდი და ეს რა ფილმებია, ცნობილი ფილმებია რამე ესე? გამოდის ხო, ბანდარჩუკის არის ერთი, მეორე კაქშენოვის. თუ სულ აფერისტებს თამაშობდი. სულ აფერისტებს თამაშობდი. აი, როდესაც თმას, ანუ არხილობას აკეთებ. მაშინ არ ვარ აფერისტი, არა. აი, ნახე როგორ. მაშინ სუფთა სახეს როგორ ვარ. მიხვდა, ნახე, როგორ მიხვდა, უცებ იცulis სახეს და ასე შემდეგ. კარგი, აი ხა რა არის, ვარცხილობის დიზაინერი, მომეწონა ეს, ხო? ხო, ეს კაი, აბა შენ სტილისტი რო თქვი, მე სიტყვა არ მომწონს. აი, აღარ ვიტყვი. აღარ თქვი, მალადიაც. სტილის აღარ ვიტყვი. ვარცხილობის დიზაინერი. მივესალმოთ ვარცხილობის დიზაინერს. და ყველაზე მაგარი, ანუ ყველაზე მაგარი დიზაინერი ხარ რა არის? ქალებს ესმით, რატო ხარ ყველაზე მაგარი დიზაინერი, მაგრამ რატო მაინტერესებს? მამაკაცებმა რო გაიგონ. მამაკაცები ხო ყველაფერს ფულით აფასებენ. რა ღირს შენთან ფულის შეჭრა. მოსკოვში ძვირიღის 500 ევრო ღირს. საქართველოში ჯერ ვერ ვიპოვეთ მდიდარი კლიენტები. მოცა რა ღირს მოსკოვში? 500 ევრო დან. 500 ევრო დან და ზემოთ უკვე მატერიალს გაიკეთებენ. 500 ლამაზი გოგოა მომწონს მე ძალიან. შენ საერთოდ ჩემი ისახარ, მე ბუდუში კლიენტი ხარ, იმიტომ რომ ჩემთვის არ გინდა არა, შენ კარგი გოგო რა ხარ, შემილია გაჩუქო. 500 ევრო იმასაა, გვერდზე რო გოგო. იმასაა, დაიწყო ეხა კარგად დასაქმდა, შოუში დაიწყო მუშაობა და ხელფასი კი აქ 3500 ევრო გექნება, ხო ამ შოუში? ხო და მოვახოლმე. ხა, არა ეს მოსკოვშია და საქართველოს ფასები მაინც სხვა. ნოაშინებთ ხალხს, ხო ეს შინიათ ხო? მართალი არ შეგეშინდეთ ხალხო, მიდით სამლარად ჩემი ხათრით. კლას. სამლარად ჩემი ხათრით რაღაცას ხო გავუკეთებ, რაღაცას მე საერთოდ გეტყვი ერთ ამას. თავის დროზე საქართველოში როცა მუშაობდი, თბილისში როგირდა თმის შეჭრა მანეთი, მე ქუთაისში მუშაობდი იმ დროს 10 მანეთს იხდიდნენ. აი ამიტომ გადავიდა პარლამენტი ქუთაისში. აი ამიტომ. კარგი, აი ცნობილი ადამიანები ჩამოვთვალოთ, ვინც მოგანდო შენ ჯორჯ თავისი აი თქვენი უბედურება რა არის, იცი ჟურნალისტები? მე არა ვარ ჟურნალისტი. შენ ხო არა ხარ სტილისტი? არა. არც მე არა ვარ ჟურნალისტი. რა არის, იცი? აი მარტო იმით გინდათ რომ წყალი შეგიძლიათ დალიეთ. ჯორჯ როვალსმა წყალი შეგიძლიათ, ჯერ წყალი დალიეთ, სანამ რამეს იტყოდეთ, რა იცი რა სამბო. რაც მისხავთ? ეს ბულაჩაური. მე გაზიროვკა მიყვარს. გაზიროვკა გიყვარს? ისა, ნია მოდი დაგაზეთ. სულიმას იციან? არავის არ აინტერესებს. აი ხო, მე ჩემი ხელობით რას ვაკეთებ? ყველას აინტერესებს ვის ვარცხნიდი, ვისთან ვიცექი, ვისთან რავჭამე. და ეგეთი რაღაცა. ვისთან იცექი მე არ მაინტერესებს. ხო, საერთოდ ვიძახი მე. მე არ მაინტერესებს. შენ კი არა, მე ვისთან ვიცექი ის აღარ მაინტერესებს. კლას. მე მაინტერესებს. მაინც ახლა რაღაცა არის. ხო, როდესაც დაუშვათ ჯაზზე ვსაუბრობთ ხოლმე მუსიკაზე, ვამბობთ, რომ ეს ამასთან ერთად უკრავდა, იმასთან ერთად დაუკრავს. აი გუფის მაგალითად, გუფის დაუკრავს, შინთან ერთად დაუკრავს გუფის და უკვე დაფასდა ეს გუფი, ხო? მაგალითად ზიკო სურამელაშვილთან ერთად იყო კონცერტებზე. სურამელაშვილი ცოცხალია კიდე? არის კიდე? ხოდა, ხალხს აინტერესებს ესე არის. ეს რაღაცა ფსიქოლოგიური არის, ალბათ, მაინც ქვეცნობიერში. ქართველი ვარსკვლავებიდან უცხოეთის თუ რუსეთის. ვინც შენ გაგეხარდება, ჯორჯ, ჩამოთვალე. ჩვენ ვართ საქართველოში, მაშინ დავაფასოთ საქართველოს. საქართველოს ვარსკვლავები, რუსეთის თამარა ვარსკვლავები. გვერდითელით, იანა გურცკაია, ბატონი სოსო პავლეაშვილი. მაინც ყველა ის ჩამოთვალა, ვინც მოსკოვში მოღვაწეობს. აქედან დავიწყოთ. მანანა თოდაძე. მოსკოვში მოღვაწეობს. ერთხელ ორჯერ ფარულავას გავუკეთე. ვაი მე გამახსენეთ კიდე. ჯემალ სეფიაშვილი, ჩემი საყვარელი კომპოზიტორი. გავუკეთე ჯემალ სეფიაშვილს. კი ბატონ ჯემალსაც კი. მანანას მეუღლეც კიდე. ცისანა სეფიაშვილი. ცისანა სეფიაშვილი. და იქ რუსეთის ვარსკვლავებში. რუსეთიდან დავიწყოთ. ასობგერა ადან. ალლა პუკაჩოვეცა. ძალიან ხო, ცოტა უვაჟიტელნა. ალა ბარისავნა პუკაჩოვეცა. ბარისავნა თქვენთვის არის, ჩემთვის ალუსია, იცის. ალუსია? ბარისავნას ვერ დავოძახნ, ალუსიას ვერ ძახნ. მაგასთანაც ხორი წექი. არა ვიჯექი. კარტოფი ფასლიკინსთან ღამის სამსაათზე მაგასთან. ხელებით მიყრი და ასე ხელებით. უი მე ვთხარ ბევრი არ გინდა, კაი, აბრატნა გადაყარა უკან. ესე იგი ეს ხო, ნუ ბევრია, ძალიან ბევრია. მე ვიცი რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არის. ჰოლივუდის ვარსკვლავები თითო როლჯერ იყვნენ, ჯულია რობერტსი იყო, ტინა ტერნერი იყო, სამანტა ფოქსი იყო, პოლსკაია პოლონეთის მსახიობი ბარბარა ბრილსკა, მარიელა როდოვიჩ და ჩესკა ზვიზდა. დამავიწყდა რა ქვია. დაფრინავს. დანვე. ჩესკა ზვიზდა
ჩეხეთის ვარსკვლავეთი ვანდრაჩკოვა. ვანდრაჩკოვა. არა, კარელგოტი არა. კარელგოტი არა. მაგას იმდენი ფული არ აქვს ჩემთან რომ მოვიდეს. კარელგოტს? მთელი ცხოვრება ეს კაცი მღერის. ხალხო, მთელი ცხოვრება მღერის და ის ფული ვერ დააგროვა, რომ როვალსთან თმა შეიჭრას. აი თქვენი სამართალი, ადამიანები. ესე იგი, მაინც ეს ძირითადი კარიერა მაინც რუსეთია, ხო? მოსკოვი. ძირითადი კარიერა რუსეთია. ძირითადი კარიერა. მეც სხვადასხვა 500 ევროდან იწყებოდა თქვენი მოსახურება. 500 მანეთიდან დავიწყე ექსტრიშკა. ხო, მაგრამ ბოლოს ხო გავიდა 500 ევროდან. დან 500 ევროდან, ანუ ზემოთ. ზემოთ 500 ევროდან ზემოთ. გაითვალისწინე. მეც მუშაობდი მოსკოვში, იციან ჩემმა მეგობრებმა, მუშაობდი იქ მე რატო არ უძოსარდნახე? შენ არ დაგჭირებია ჩემი ვარცხნილობა, მე ტრეპანაციებს ვაკეთებდი. ესეც ერთგვარი ვარცხნილობაა, ოღონდ შიგნიდან, მაგრამ ვამბობ, მაგრამ რა არის $100-ზე მეტი პაციენტს არასდროს არ მოუწია და რა თმინდოდა ეს ნეიროქირურგია, მესწავლა რა თმის შეჭრა. მესწავლა 500 ევროდან დაიწყებოდა. თვითონ მოგეწონა. თვითონ ვისაჭრევინე. მე თვითონ ახლა გადავიპარსო ბოლო 20 წლის განმავლობაში დავდიოდი ხუჭოჭათმიანი გრძელი და დღეს რომ დავაპირე საქართველოში ჩამოსვლა ვთქვი რომ უნდა ახალი იმიჯით შემოვიდე საქართველოს და ახალი იმიჯით გავიცნო საქართველოს მაყურებელი და საქართველოს ხალხი და ვისანდ მე თვითონ შევენდე ჩემ თავს როგორ დავიღე მანქანა და გადავიპარსე მე თვითონ შევენდე ჩემ თავს გამახსენდა საზეპირო გამახსენდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ესეთი მე თვითონ შევენდე ჩემ თავს არის არ გაბრაზებ შეიძლება რაღაცა ვიხუმროთ მაგისთვის ხარ მოსული რომ ვიხუმროთ და შოუ გავაკეთოთ მე როგორც ვიცი ერთადერთი ქართველი ხარ ვინც ოქროს მაგრატელი მიიღო ერთადერთი ქართველი ერთადერთი ვარ მსოფლიოში მაგით შემიძლია ვიამაყო თავისუფლად ვინც მიიღო ხო აქტაში უნდა ხალხი ვინც მიიღო ოქროს მაგრატელი 1998 წელს გლევუჩი იყო 150 ქვეყანა იყო მონაწილე აჰა და მე მე არავინ არ დამპატიჟა მე ნაგლად ავდექით ქართული ბებია მყავს და ვიცი ქართული სისხლი გამომეჩდა ერთი შეკითხვა მაქვს ასევე ნაგლად ხო არ წამოიღე ის მაგრატელი თუ გადმოგცეს მართლა მოიცადე არა გადმოგცეს ის მე რომ დავამთავრე თმების შეჭრა საათი და 20 წუთი იყო დრო მე დავამთავრე 20 წუთში საათი ვიჯექი და არაფერს არ ვაკეთებდი და ვეუბნებოდი ჩემს მოდელს და პერევოდჩიც რა არის თარჯიმანს ვეუბნებოდი რომ წავიდეთ რაღაც საკეთეთ მაინც არავინ გამოგვიყვას მეთქი მაგრამ მე ისეთი ისა ვარ ხიტრაჟოპი ვარ ой არა ისა ვარ არა მე გავიკეთე ჩემი ნაუშნიკები გავიკეთე მე ჩემი მუსიკა მქონდა ნაუშნიკი ამათი კი არ უყდა მე ვიცოდი რომ დამაჯინეს დიდი სპორტული სასახლე იყო კუთხეში ვიჯექე და მე ვიცოდი კამერა როგორ უნდა დამეძახა ცეკვებით და იმებით დავიწყე მოძრობით აი ხულინამ დეცელ когда искап сон გაიგეგეთ რაღაცები და თელი ოპერატორები წამოიყვანე ჩემს ხარეს ეს მოვიგე მაგით მოვიგე თორე მეტი კი არაფერი და ბოლოს უკვე გამოცხადება რო იყო მე აღარ ვაქცევდი ყურადღება აღარც მომიწონია ვინ აიღო გრამპი რაღაცები და გზაში დაგაწიეს ოქროს მაგრატელი მითხეს მიფსანდია თქვენიაო მე წავედი და მოიტანეს დიდი ჩეკი ესეთი მოკადა 500,000 ევრო დოლარი ეწერა და ესე მოდიოდა და მე ამ დოლარს რო ვკითხულობდი მე მას ვკითხულობ პირველი რას ვიყიდე ლიმუზინს ვიყიდი პუგაჩოვას ლიმუზინი უნდა მეყიდა იმ დროს გასაგებია და ესე გავაგიჟიალა მაშინ მე ხარ რა მაინტერესებს იცი ხიტრა ჟოპი ქართულად როგორ იქნება ალბათ ეშმაკტრაკა ხო ეშმაკტრაკა არა თვითონ რუსეთში აღარ შეიძლება ცუდი სიტყვების ხმარება იმიტომ რომ შავ სიაში შედიხარ აჰა გასაგებია ანუ ბენდუქიძე ვერ იცხოვრებს რუსეთში არ შეიძლება ცხოვრება იქ გასაგებია ცხუბები აღარ შეიძლება იქ კარგი პუტინის ცოლს გაუკეთაო ერთხელ გაუკეთე და რა ვარცხნილობა ხო იმედი აბარას გაუკეთებდი არა რა ვიცი ბატონი ბარისი ელცინი იყო მისი პარიკმახერის შობლებაში იყო სამსაათზე გამომიწახეს ინსტრუმენტები წამოიღეთო და წამოდითო არავინ არ მითხრა სად მივდიოდი რას მივდიოდი ალბათ მივთქვა დამატპატირებები რატომ უნდა ვერ გავიკეთე არაფერი არ თქვა შემიყვანეს სკრამში გაუკეთეს ღამის 3 საათზე ვოდკა დამისხა დალევო ბუდის პიცა მივთქვა მე არ ვსვამ ბატონო საერთოდ არ სვამთ არ ვსვამ და არ ვეწები არ ეწევით ეს კარგია რო არ სვამთ ეს მე და გუფი სვამ წყლებს მარტო გაზიროვებიანებს გაზიროვებიანებს ხა
ეს რუბრიკა ნელ-ნელა გადაიქცა რუბრიკაში დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე. მე რო ვიცავ ქართულს ისე ვერავინ ვერ იცავს. მე გეტყვი რატო? მითხარი. ხო. ევროვიზიაზე. ევროვიზიაზე. დედასთვის ავარ მცემა. კაი. ევროვიზიაზე, იურმალაზე, იქა, აქა, სულ ინგლისურ სიმღერებს მომღერე. ყველა რო ყურიხართ, ქართული ენა დავიცვა თუ რატომ ქართულად არ ნარღერის, ვერ გავიგე ეგ. მეც ვერ გავიგე. აი მაგაზე ვჩხუბობ სულ. სულ მაგაზე ვჩხუბობ. და სულ ვიცავ მე ქართულ ენას. და სულ ვიცავ ჩვენ მაგას და ქართულ ენას. მე რა მაინტერესებს, იცი? პუტინიო ცოლს გაშორდაო და რა ავარცხილობა გავუკეთე ამისთან აი იმ ქალს. მე იმ დროს არ გავუკეთე. მე გავუკეთე ცოტა სხვა დროს. ანუ როცა გავუკეთე, მაშინ ჯამთელი ურთიერთობა. მაშინ ჯამთელი იყო და მაშინ ალინა კაბაევა შეუყვარდა. პუტინს. დიახ. და მალე გამოცხადდება ეს. გამოცხადდა. მე ხა პირველი ვაცხადებ, მაგრამ ჩემზე აი მასე პირველი გამოაცხადებ. კაი. არ შეიძლება. დამამიწყარ არ უნდა მეთქვა. მაგრამ აქ არავინ არ დამიჭერს და რუსეთში არ წავალ ჯერ. მართალი ხარ, აქ არავინ არ დაგიჭერს. ესე იგი, რა მაინტერესებს? კიდე ცნობილია, რომ შენ აკეთებ ძალიან სწრაფად ვარცხილობას. ანუ ესეც ერთ-ერთი კოზირია შენი. აი მაგალითად ფილიპ კიკორთან იყო მირავოი რეკორდი, სოფლიო რეკორდი. 45 წამი, ხო? ნუ არა. 43. 42 წამიც არ მაპატიე და კაცმა რო კითხოს მეგობრები ვარ. არა. კარგი, 43 წამი იყო 43 წამში. ხო. რა მაგარია, მე გთავაზობ, რომ შენ გააკეთო როგორი ისა იცი, ასე ვთქვათ, სალონი სილამაზის, მაკდრაივის ტიპის. აი მაგდრაივი. შეიძლება ანუ შენ ხარ იმაში, რა ქვია, ანუ ჯერ არის შეკვეთა, მანქანით მოდიან, თქვენ რა გნებავთ? იაუმამი დურაჩო. მიბრძანდით მეორე სალაროსთან გადაიხადეთ ფულს. გადაიხდით ფულს მეორე სალაროსთან. მესამე ფანჯარაში წარადგინეთ ქვით არის. წარადგინეთ ქვით და უცებ იქიდან გამოდის ჯოჯოოს. ხო, всё, შეიძლება. არაფერია. შემდეგი მოდის არაფერი პრობლემა. მაკრატელი და დრაივი, მაკდრაივი, როგორია? აპლოდისმენტები, ხალხო. ბრავო! კაია, მომეწონა. მოდის 20% of my. არა, 50-ს მოგცემ. 50 მომეცი. გახსენი შენობა და მე მოგცემ 50. კი ბატონო. ბრენდი როვალს, ხო. ბრენდი როვალსის დრაივი. ხო. როვალს დრაივი, ძალიან მაგარია. კაი, არ არის პრობლემა. კარგი, აი მაგალითად ეხლა ჩემი ვარცხილობა, თუ ამას ვარცხილობა. შენ მაგდენი ფული ვერ შეაგროვე, მაიტომ შენ არ ილაპარაკო ახლა შენ. არა, მე არ ვაპირებ შენთან იმას თმის გაკეთებას, მაგრამ აი ამას მაგდენი ხელფასი არ გაქვს. არა, სადაა ხო. მაგდენი ხელფასი რომ მქონდეს აქ ვიმუშავებ. მომისვიდე. აი ეს რა ქვია ახლა ამას? იაუ მამა დურაჩოკ. აი შენ მიხვედი იქამდე. რა მინდოდა? რა მინდოდა? მე ეგეთი ვარცხილობები არ მიყვარს. ხო, მე მეგრასოფეთ აკო ექსტრენტიჩნი. ეგ ქართულად როგორ არის? ექსტრენტინტულები. არა. ექსტრემალურიც არ მიყვარს. ექსტრავაგანტული, აი ისე. უფრო ექსტრავაგანტული. მე არ მიყვარს ადამიანი, რომელიც გავს მეორე ადამიანს. ესეთი რაღაცები. გასაგები. ეხლა ჩვენ მოდელები გვყავს, კარგი, ახლები, რომელსაც დღეს ვერ იცნობთ. კი, ამაში ეჭვს არ მეპარება. უბრალოდ აი გუფის იმიჯი მე შევადარე რას. არა, გუფის ქუქუდი არ მომწონს მაგის. არა, ზოგადად იმის გეუნები, არა მარტო ვარცხილობას. წერებიანები ხო, აი წარიცი გულისხმება. აი გუფი არის სადღაც შუაში ბობ მარლის და ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვს შორის. არ მეთანხმები? და გალაქტიონ ტაბიძეს გას კიდე. შენ რო არ გიყვარს ქართველები, აი როგორ ცუდა ტექსტი. ვის არ უყვარს ქართველები? აბა რატომ არ დაასახელე ქართული სახეები? მე არ მინდა რომ ჩემი უდიდესი პოეტი გუფის გავდეს, ჯორჯ. არ მინდა. კარგი. გავიგე შენზე რომ ევროპელ ასე ვთქვათ იმიჯმეიკერებს აკრიტიკებს. არ ვაკრიტიკებ, ვერ ვიტან, დეგენერატები არიან. გემოვნება რა აქვთ? აი მითხარით 20 წლის მანძილზე რა შეიცვალა ევროპის მოდაზე? არაფერი. ერთი და იგივე სატრიალებენ სულ. გახედით საქართველოს ხელოსნებს, მოდელიერებს. ისეთ რაღაცებს ხელით აკეთებენ რაღაცებს, ისეთ რაღაცებს აკეთებენ. პირველად უყურებ ეგეთ რაღაცებს მე. და მიტომ მინდა რომ საქართველოს ხელოსნები უფრო ავამაყოთ და მე მახსოვს 80-იან წლებში რუსეთიდან ჩამოდიოდნენ მოდა საქართველოს ქალებიდან იღებდნენ. და დღეს ცოტა შეიცვალა ქართული ქალები და მინდა რომ ცოტა სიკარგისკენ ვიყოთ. და ამიტომ ხარ ჩამოსული. ხა, ამიტომ ხარ ჩამოსული, მაგრამ ამას ხამა. მე ახლა ვერ გამოვასწრებ ყველაფერს, მაგრამ ამის ოცნება მაინც მაქვს. საქართველმა ქალმა ქართული სახე მაინც უნდა, მაინც კარგი ლამაზი ქალები არიან.
ოცნება ბევრს აქვს საქართველოს. ცოლი ჩეხი მყავს, მაგრამ რა უყვაღა, ვერ ვიცხოვრე იმ მომენტშიც საქართველოში. ჩეხეთში ქართველი მომეყვანა. თან კარატე მაგრამ არ ქართული გიყვარს. პასპორტით უცოლო ვარ, იცოდე. მე რატო უნდა ვიცოდე, გოგოებმა იცოდე. ახლა რა მაინტერესებს, იცი რომ ხა მაინც ნუ იტყვი ამას მამაღლა, იმიტომ რომ რატო არ ვიტყვი? იმიტომ რომ მე და თია ვაპირებთ ევროკავშირში შესვლას. ხო და შენ რო გამოხვალ ასე და ევროპელებს რო გააკრიტიკებ, არა ვიტყვი ხო აუცილებლად. ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დაგმალოთ თიასთან სახში. სანამ საქართველო არ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მანამდე ჯორჯ როვალსი დაიმალება სახში თია დანელიასთან. მაგრამ თია დანელიასთანაც ევროპელებს ნუ გააკრიტიკებ, იმიტომ რომ ფრანგი ქმარი ყავს. ვაუ! ხო? ვაუ! კი, ჟორჟ ბეტმენ. ხოდა სხვანაირად გაიგებს და გამოგაგდებს გარეთ. არა უშავრა, მე გადავპარცავ ხმებს იმ ფრანკს. ისედაც გადაყარსულია. ტემბოლე. კარგი, ამაზე შევთანხმდით. კარგით. ახლა ჩვენ რო ვისაუბრეთ, ჯორჯ, შენ მითხარი რომ მეო შენი შოუსთვის მაქვსო ექსკლუზივიო ნომერი. და მაქვსო ექსკლუზივი და ჩემი შოუ დამიძახა და არ წავედი. გენაცვალე შენ. არ წავედი. გენაცვალე. მე უთხარი მე ბატონი ტატიშვილი მომწონს, შეიძლება კინოშიც გადამიღოს მეთქი. გადაგიღებ აუცილებლად გადაგიღებ. აუცილებლად გადაგიღებ. ახლა მითხარი რა შოუა? ვარცხილობის შოუ, აი რაღაც ეძახი, მაგ რას ეძახი? მაგ დრაივი რო დავარქვი, მაკრატელი და დრაივი. ანუ მანქანები შემოვერლენ. მე არ მიყვარს კლიენტები. დღეს ჩვენ კლიენტებზე დრო არის, უნდა დავაფასო ჩვენი კლიენტების დრო. არც ალიათ 2-3 საათი იჯენ საპარიკ, მაგრამ ადრე იყო ეს ეწეოდნენ კოფეს. ეხლა მორბიან, ჩქარა გარბიან და მირბიან. ხო, ბიზნესია და მე აღარ ვარღვევთ იმ დროს და ეხლა უფრო გადავაკეთე ვარცხილობა ჩემი შოუში, უფრო გადავაკეთე ვარცხილობა მოდა, უფრო გადავაკეთე რომ სიახლე იყოს რაღაცა მაკრატელის ახალი სიახლე. თორე ყველა მის რო მაკრატელი ჭერის, როცა ეკვას ეს მაკრატელი არავინ არ ეცეს. საბასხელთა მაკრატელი. ამ თითებში ავაცეკვებთ ახლა ჩვენ და ეს არის ჩემი ახალი დიზაინი. ჯერ შემოვიყვანოთ ჩვენი ცნობილი ტელესახეები, მოდელები, ულამაზესი გოგოები. ულამაზესები არიან. რაც გინდა ჩააცვი, რაც გინდა და ახლა ვნახოთ ამ ულამაზესი გოგოები რა დღეში ჩააგდო ჯორჯ როვალსმა. მუსიკი? Обязательно, აუცილებლად. გაუშვათ მუსიკა. Браво, Никуша! Никуша! შეხედეთ ახლა. არ არიან ლამაზები? კი, არ არიან ლამაზები. ესე უნდა იარონ ლამაზები. სულ ასე უნდა იყოს. ქართულ ხალხს აქვს რაითი გამოირჩევა ქართული ქალი თმით ამნაირი ხარისხის მამ სოფლიოში არც ერთ ქალს არ აქვს. პუდელებს აქვს. არტემონ. კარგი, ახლა გოგოებო ორი სიტყვით როგორ გზნობ თავს? ნუ კი შენ როგორ გზნობ თავს? ანუ არის ეს შენი სტილი, შეგიძლია აბა ვიცი არის, აბა ერთი რამე თქვა თუ დაგახსნა. აბა ერთი რამე თქვა. კლიშა. ფული ხო არა გადახტილი. ქართული ქალი არ არის ეს, დაიხურე ეს. ხურე ეს არ უშავს და ხი რომ მიჭანს კაი. რა მნიშვნელობა აქვს? ამაზე დაახურე მეორე გამოუჩნდა. მაგაზე მეთები გამოჩნდა. არის ეს თქვენი სტილი? იტყვით რამე ეს არის ეს თქვენი სტილი. ვირუსკა ხო არის შენ? მე მივხვდი დღეს რომ ეს სტილი არის ჩემი. და ძალიან მომწონს ხუჭი. ხო გეუბნები რუსკა, არა ხარ შვილო ნორმალური. ამაშულს შენია ხო? არ გიჯერა. აი ესეთი გრძელი და ხუჭუჭა თმა, რომელიც არ გაქვს და რომელიც მალე გექნება. რა პრინჩესკა კი ამ დურაჩო. დურაჩო. რაც მაგ ესეც არ მექნება. მალე. ხო და აი მე ძალიან მომწონს ჩემი პრინჩო და ძალიან დიდი მადლობა. ასე შეგიძლია იარო? როგორ არ შემიძლია? მე
მომწონს. ჟორჟ, ხო, ანჟელიკას გავს. მე რას მეუბნებოდი, ვინ ვარ კარალევა, ხო? კარალევა, პრინცესა და. и красотка. Красотка Сью. გახსოვს красотка Сью? ის არ გვაქვს დამთავრებული, არ გვაქვს. ის არ არის დამთავრებული. არა, იქ მეორე ობრაზი. ლიკა არის ეს შენი სტილი? იცი ამას ქვია რა ქვია ჰოლივუდის პრიცოსკა. Hollywood და ის მეც დამაჯერა და ეს დავდიოდი ერთხელ მაინც შეიძლება ვიოდი. ანუ სანამ გაქვს ეს გჯერა მანამდე, ხო? მე გეტყვი ხეს, მაგი რომ პირველად რომ გავიცანი, აი ესე დადიოდა, აი ეს ბოტაკ. წელში მოხრილი. წელში მოხრილი. აი ესე რომ გაიკეთე, სუტულიცა და ესე რომ გაიკეთე, თვითონ აიჭიმა უკვე. მე აღარ ვთქვი გაიჭიმე მეთქე. აი ესეთი, აი ჩვენ ესეთი თმამ დაკაჩა ეთყობა და ეს გადაიჭირა. როგორ არის? ასე დადიოდა და მე არის, ცოტა არის, არ ეს მის ცოტა რაღაცა. არის, არა. რა ხო არის? მე რომ ვიცოდე ვარცხილობა იქნებოდა ძალიან გასაკვირი, იმიტომ არ მქონია შეხება ამასთან არის. მისმინე ყურადღებით. არსებობს კიდე я упала с масла тормозила чем попала. და. აჰა, ესე ჩამოვარდიო 300 ვალიდანო და დავამუხრუჭეო, რაც პირველი შემხვა, ანუ თავი. მადლობ რომ ერეთარ. გადავთარგმნო შენ მაგდენი არ შეგიძლია. კარგი. ზატო ნახე რა კაჩესტო თმების გაკ. კი, ეხლა მითხარი, ეხლა შოუს ძირითადი გოგოებს არსად არ უშვებ? არ უშვებ, ხო, იმიტომ ის ბოლოს გვინდა, ხა. რომელი გვინდა ბოლოს? ბატონი, ხალბატონი. ლიკა ბოლოსთვის ქალიშვილი ლიკა. მოვიტოვეთ, ესენი მზად არიან. დამავიწყდა რა უნდა ვთქვა. ქალბატონი ლიკა. ქალიშვილო თუ ქალბატონი? ქალიშვილო, ქალბატონო, გოგონა, გოგონა, ლამაზი გოგონა. გოგონა, გენაცვა, ოჩესტო რა გაქვს? დავიწყოთ მაშინ. დიმიტროვნა, შეგიძლია კარგი. ანუ ვიწყებთ ლიკათი? არა. იმით. კრესლო და შოუ. კარგი, მოვამზადოთ სავარძელი. მოდი ხო უნდა მომეხმარო. აი აქ დადექი. Музыка, погром, мама хали, музыка. О! О, натишили. Приготовься, молодец. Акта.
სახალისო და ძალიან საინტერესო რუბრიკა გამოგვივიდა და რუბრიკას ერქვა სევილიელი დალაქი, ასე დავარქვათ. ეს შენი ახალი სახელი იქნება. მე ასე დაგიძახებ ხოლმე. ძალიან მიყვარს თან ეს ოპერა. მოკლედ და ამ რუბრიკაში ვყავდა ჯორჯ როვალსი და ულამაზესი გოგოები. ძალიან დიდი მადლობა. Down around the corner, half a mile from here, you see them long swing coming and you watch them disappear. Without love, what would you be now? Without love. მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. და რუბრიკის სტუმარია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი და მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჩემი მეგობარი სანდრო კვიტაშვილი. მივესალმოთ. Peter, კარგი. კი, მოგეწონა. მეორე არის კიდე get knocked down. But I get up again. ხოჭა, ან უყვარსო ჯექსონიო, ბიჭსო. რო უთხარი რომ სანდრო კვიტაშვილი იქნება სტუმრად მეთქი ბიჭსო, ასე თქვა თეამ, ბიჭს. ჯექსონი უყვარსო და ამაზე უნდა შემოვიყვანოთ. როგორ ხარ სანდრო? კარგად, კი უცავ ახალ სტუდიას. მადლობა. მე რამე თუ არ შემოვთხოვ ცხოვრებაში, ისე ვერ ხვდები აქ შენთან. მინდა მოგილოცო, კარგია. მოგწონს. დიახ. მოგწონს, კარგია. სანდრო, რატო გადადიქი? ნუ აი როგორ კითხავს სამ რა. აი როგორ გითხრა, ასე იყო საჭირო. რომ მოითხოვოთ, რომ მოიტანა ეგეთი. თენაც ამაზე ესეთი ამომწურავი პასუხი მე არასდროს არ მემიღია შენგან. მაგაზე უკეთესია იმიტომ, მაგალითად რატომ იმიტომ? იმიტომ. რატო გადადიქი სანდრო? იმიტომ. იმიტომ. თქო, ხდება ხოლმე რომ ეგეთი არჩევანა გააკეთოთ. კარგი. დავანებოთ ამას თავი. კი ბატონო. მოდი მივხედოთ საქმეს. ის თუ გახსოვს ჯანდაცვის მინისტრი რო იყავი. კი როგორ არ მახსოვს. მაგაზე დამავიწყებს შეგა. აი ამაზე მწყდება გული რომ სანდრო იყო ჯანდაცვის მინისტრი და მე ვერ ვეღირსე ვერასდროს. ექიმი მაინც ვარ, ხალხო, ექიმი. მოადგილეთ რომ დამნიშნე, გახსოვს? მაგაზე გამდე მიხდია მადლობებს. კიდე გავახსენოთ ერთად მაყურებელს. გავახსენოთ ხალხს. აი აქ მომწერთ ხელს. მოწერთ. მოწერთ. ვაიმე. მომილოცავს თქვენ ხვალიდან ეწყებთ სამინისტროში მუშაობას ჩვენთან მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რომელი წელი იყო? 2009 მე მგონი. რომელ წლებში იყავი მინისტრი? 9-ის ბოლო იყო, კი. 2009-ის დეკემბრის გამოშვებები ვართ მე და შენ 2009-ის დეკემბრის გამოშვება. აი, ნახე როგორ დამიშვა. როგორ გახდი მაგის რა გააკეთე ამისთან? შენ გასუხდი. მე გავსუხდი, ხო და მაგ მაინტერესებს რა ქენა. რაღაცა საპირისპირო ხომ უნდა გამეკეთებინა სანდრო. აი ფორმაში ხარ მომწონს, ახლა მეც დავადგირო მაგას. კი. რა საქმე გაქვს მეტი ახლა ივარჯიშე და იდიეტე. ვირბენ კუსპაზე და ვიქნება. აი ესე, მომისმინე ხარ, რა მინდა ვთქვა? რადგან მაშინ აი ესე მადლი ქენი და ქვაზე დადე. მე მინდა გიპასუხო, მე მეგობრებს არ უიწყებ არაფერს. უმუშევარი კაცი ხარ. ყოველ შემთხვევაში აგვისტოს მერე მოვალეობასაც აღარ შეასრულებ და ნია შემოიტანე კონტრაქტი. აქ დადექი. ეხა კონტრაქტი უფრო მოგწონს თუ ნია პირდაპირ გითხრით. გააჩნია შეგეთ დაწერე. ესე იგი მომისმინე, აი აქ არის კონტრაქტი. ესე იგი როგორ არის რომ რადგან შენ დამნიშნე მე მოადგილეთ, ასევე მე მინდა რომ შენ დაიწყო აგვისტოს მერე, ანუ სექტემბერი მოდის აგვისტოს შემდეგ მუშაობა ღამის შოუ სტუდიაში ჩემ მოადგილეთ. ხარისხი არ გჭირდებათ ანუ ამას. არა. ანუ დოქტორი არ უნდა ვიყო. ანუ მე როცა წითელა და მემართება, შენ წაიყვან ხოლმე გადაცემას.
და წითელა სახადია აცილი ხარ? აცრილი ვარ მოასწარე რა. მოასწარე მაგრამ ხელფასი გეკნება სანდრო გამინოვა. ახლა მომისმინე აქ როგორ არის იცი რომ აი ღამიშოუ სტუდია აი შემდეგში დამსაქმებელი რო წერია და შემდეგში ოთარა ეს ვარ მე ოთარ ტატიშვილი აი აქ მოაწერე ხელი მეტი არაფერი აი აქ მოაწერე ხელი ისა წერია რა თანხა. თანხა 320 ლარი მაღაზია არც არის ლაპარაკი. აჰა 320 ლარი ესე იგი ეს გირჩევნია ნიას 320 ლარი ხო ფული ჯობია ყოველთვის. მე თავისუფლებას გაძლევს. რა ვქნაშვილო მე ეგეთი კითხვებისთვის ვიცი სექსისტური კითხვებისთვის. როგორი? სექსისტური სექსისტური კითხვებისთვის. დიდი მადლობა ნია, დიდი მადლობა. მოკლედ მიულოცოთ სანდრო კვიტაშვილს ჩემი მოადგილეობა. მე მგონია რომ სანდროს ჩემი მოადგილეობა უფრო დიდ ხანს გასტანს ვიდრე ჩემი მისი მოადგილეობა და უკვე შეგიძლია მუშაობის დაწყება და ხო ხუმრობები შეგიძლია მოიგონო. სამი თემა მაქვს შენთვის. ესე იგი ტაიტიმ გოლი გაუტანა ნიგერიას. ეს ერთი თემა. სააკაშვილი რომში ჩავიდა და სანდრო კვიტაშვილი გადადგა. აი ამ სამ თემაზე ველი შენგან ხუმრობებს. ეხლა უკვე? რა თქმა უნდა. მაკედონ უფრო მარტივი იქნება რომ მე გაუტანე გოლი ნიგერიას. ჯობია რომ ტაიტი გადადგეს. საერთოდ. სააკაშვილი დარჩეს რომში. სააკაშვილს მაინც დადეს რომში და ხა კონსტანტა არის მაგის მოძრაობა, ამიტომ მაგას ვერ შევცვლით. კარგი. კეთილი და პატიოსანი, საჩუქარი მაქვს შენთვის. ეს მოვიგე რაღაც ამის შედეგად. არაფერი ვერ მოიგე. ეს საჩუქარი. ის იყო? სანდრო, ამ ხო შევთანხმდით რომ ამაში აიღებს 320 ლარს. გავიგე. ეხლა ხო? ხო, ამიტომ რაც გავიმორჩა. საჩუქარი მაქვს შენთვის. მუყაოს 5. იმ რექტორის კაბინეტს რო დაცლი. ჩვენთან რო გადმოხვალ, დაგჭირდება და რაღაცეებს ჩააწყობ ამაში და წავალ. ისეთია, ის ხარია. კი ჩაეტევა პრინციპში ყველაფერი. კი, გასულ რა მოგაქვს ამისთან ახლა? ლოგო მაინც დაგეხატათ იმის რა ქვია. არა, იქ რეკლამაში ჩავწერე. ამაში ჩაეტევა ახლა ხარისხი შენ არა გაქვს და ისა დიპლომები და წამოიღო. ჩათვლის სიგნა კი მაქვს უნივერსიტეტში. ხო, ეს იმიტომ გავაკეთეთ რომ მოდიხარ, რა გაქვს? ჩათვლის სიგნა. ახსოვს ეგეთი ფენომენი. კი, როგორ არ მახსოვს. კარგი, ახლა მომისმინე. ახლა ეს მაინტერესებს. ხო? ჩაატარებ ამ არჩევნებს. რექტორი იქნება არჩეული ახალი რექტორი უნივერსიტეტში. შენ მოდიხარ. რას უტოვებ გაკეთებულს ახალ რექტორს და რას უტოვებ გასაკეთებელს, სანდრო? კარგი, ახლა. რთული შეკითხვა იყო ზან? არა, რთული კითხვა იყო. პასუხსაც ვეცდები ახლა რომ ვისქნა რა ქვია. ქუთაისში ჩვენ ნაცავი იყო ერთი რა. თქვენი ისი? კვიტაშვილების, კი ბატონო. ხო და ებოდა რა ცოტა იყო ზარ და სექტორის პირას არის კაცი და შვილი დაიბარა. და უთხრა რომ რა ვქნაო შვილო. კიდევ სახსო ქუთაისში. სახსო ამაღლებაში თუ მაღლაში სადაც. კიდე ერთ სახსო იმაში ტრუკლეთში. ამოთხა კი ამიტომ ჩებაო. ამიტომ კი აბსოლუტურად რაც არის ეგ არის. რომ მოაის ახალი ადამიანი ნახავ. კი ამიტომ ჩებაო. ისე 95 წლის უკვე გახდა. კი. უნივერსიტეტი იუბილე გადახდილია და სანამ 100 წლის გახდება, მანამდე შეუძლია წყნარად იყო. აბსოლუტურად კი დასაბეჭდი არ იქნება საერთოდ მასალა და ახლა გადავიდეთ განათლების მინისტრზე და პრეზიდენტობის კანდიდატზე კოალიცია ქართული ოცნებიდან ბატონ გიორგი მარგველაშვილზე. ხო, მე როგორც ვიცი, მან განაცხადა თვითონ და შენ თქვი რომ ჩვენო ახალგაზრდობის და ვთქვათ, ბავშვობის მეგობრები ვართო პრაქტიკულად. მრავალი წელი გვაქვს. აი, როგორი მეგობრები იყავით? ერთად თუ დაგილევიათ, ნაშებში თუ დადიოდით ერთად? აი ეს მაინტერესებს მე როგორც ამომრჩეველს, იმიტომ რომ მე პრეზიდენტად კაც ვერ ავირჩევ, რომელიც ნაშებში არ დადიოდა. ეს ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მოვალეობის შესრულებლის პოსტიც დავკარგო. მაგას მიაღწია, რა, ის ბოლომდეც იქაც რომ აღარ დამაცადო. არა, ხა, ეგ სტუდენტობის პერიოდით, ხა, მართლმთელი ცხოვრება ვიცნობ, სტუდენტობის პერიოდი დამოყოლებული განსაკუთრებით. ნუ ხა, როგორც წესი, დღეს ძალიან სერიოზული საქმე აქვს, როგორც მინისტრობის, ასევე კანდიდატობისა, ხა, იმდენად, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქვს აბსოლუტურად
აი ძალიან კარგი იუმორიზნობა. და ძალიან სასიამოვნო ადამიანია ურთიერთობაში. ასე იყო. იქნებ შენ მაინც ჩამიწყო, რომ ვერ მოვიყვანე ჩემ გადაცემაში. მე ჩემი საქმე ვერ ჩამიწყია მაგასთან. საქმე მოვიწყო. ასე ერთ წელს დავლებთ მე და სანდრო. აუ ყველაფერი დასრებაზე. გაიხარე სანდრო, კაი კაცი ხარ, მეც იგივეს ვფიქრობ. ანუ ნაშებში ერთად დადიოდითო თუ როგორ თქვი? არა. სად იყო მაგ დროს კაცო? ნაშები. მაშინ ხო საბჭოთა კავშირი იყო. მაგ დროს რა არ იყო, ხო გახსოვს? კი, სექსი არ იყო. არ იყო. და ამიტომ ხე თავის თავად და შავი ხიზილალა. შავი ხიზილალა იყო. იყო. სექსი არ იყო. კარგი. დაგილევიათ ერთად? კი, დაგვილევია კიდევაც. და მთვრალები ნაშებში დადიოდით, ხო? არა, მაშინ არ იყო. ხო მითხარი კაცო, რაც იყო გეუბნები. რო თვრებოდით მერეც არ იყო, კაცო. კარგი. დავანებოთ ამ თემას თავი, მაინც ვერაფერი ვერ გათქმევინე, ისეთი ხელმოსაკიდი. 16-ის მერე დამიბარე და აგვისტოს 16-ის მერე მოვალდა. მოვხსნი გუდას პირს თუ გინდა. მანამდე დამაცარეთ ხა იყო. ხო ამბობდი, ადრეა კიდაშვილის მოწვევა მეთქივა. უბრალოდ 16-ის მერე ეთერში არ ვართ სექტემბრამდე და ამიტომ გეუბნები. სექტემბერში კიდევ უკეთესია. ერთადერთხელ დავდე ფული ფეხბურთზე. არ მიყვარს ფიქრო გამოდის რომ ისეთ გუნდს უნდა უკომაგონე რომელიც არ მინდა რომ მოიგოს მაინც და მაინც იმიტომ იქ რომ მეტი თქო მოგებარა ერთადერთხელ დავდე 94 წელს ფინალს ჩემპიონთა ლიგის ბარსელონას სამპდორიას რო ხდებოდა? არა ხდებოდა მილანს 14 წელი სამპდორია 92-ში იყო 94-ში მილანი გადიოდა 1-0 ესე 4-0-ზე ამბობ? ფეხ 4-0 წაგო იყო ჩემი პირველი და ბოლო ფულის დადება და ბოლო დღე იყო როცა ბარსელონა ჩავთვალე საკომაგოს გისა და შეიძლება ასე ამის შემდეგ რაც გააკეთა ბარსელონამ ვერ მოიგო მაგაზე აღარ ბოლო სეზონი მომეწონა ძალიან მაგრამ აღარ დაგაჭერა ხა მაგაზე წრიხს დაგანებია თავს მაგრამ ეხლა მიქავთ ნეიმარი და რა გენდა გეყოლებოთ რაღაცა იქ ნორმალურ ფეხბურთზე. როგორ ისეთი კაცი ყოფილ ხარ? აი ბოროტი. როგორ იცი? არა. ვიმახსოვრებ, $100 მაშინ გული წამოვიდა რომ წავაგე ფული ასლობორაკო. $100 ამ დაგადებინა ბარსელონა. რა ვიცი, მეთქი მოიგე. დაგერეკა ჩემთვის რაღაცაში დავხარჯავდით ერთად. მარგველაშვილმა არ წაგიყვანა, მე წაგიყვანდი ნაშებში. კიდე ფეხბურთზე კიდე ერთ თემას მოგიყვანე. სულ მინდა ეს მოყვე, კაი ისტორიაა ძალიან. მოყევი, გიახ. და ისეთია. კაი გაერთობით. აი ეს პერიოდია 80-იანი წლების პირველი ნახევარი აბონემენტები იყო მაშინ სასაკითხო პროცესი ახსოვს ალბათ სტადიონზე იყო აბონემენტები კი თეა დადიოდა აბონემენტი და რო გახდა თასი რო აიღეს ევროპის თასი მე გამოაცხადეს რაღაცა 83 წელი იყო შეიძლება რომ დაიწყეს აბონემენტების გაყალბება და მოდითო და ეს მაშინაც აყალბებდნენ გასო დიახ ფეჭდები დაარტყითო იმაში MVD-ში რა ქვია პოლიციაში მილიციაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შინაგან სამინისტროში ამ აბონემენტებს ჩვენ ჩუქლით და მე და მამა ჩემს ნათლიაჩემ რომელიც იყო მაგ პერიოდში დაემთხვა იყო გორის მილიციის უფროსი ხო და მოკონა ხოლმე რა და გამოაცხადა ახლა ეს მამა ჩემი როგორც კალმორჩილი კაცი წავიდა და ყველა გვერდზე დაარტყმევენ ეს ბეჭედი ამას არც გაუგიანო ხა რომც გაეგო ახლა მილიციის უფროსი კაცი ხა მაგას მაინც და მაინც თავსაში იწუხებდა და იქვე დიდუბეში ცხოვრობდა თბილისის დინამო სპარტაკი თუ რაღაც ეგეთი ცენტრალური თამაშია და ეს გადმოვიდა სახლიდან ჯინსებში რაღაც ესე და მიცეს აბონემენტი რა და ხა დახედა ამა და ეს ბეჭდები არა აქ დარტყმული და ეკითხება რომ ეს საიდან გაქვთ და ამონთხო სამსახურიდან ნუ სად მუშაობა მოთქვა გორის მილიციის უფროსი ვარ კარგი მაშინ მე ვერ გადავწყვიტავ ამასო არაფერს არ ეუბნებათ და მას დაუძახებ მოვიდა ვიღაცა მლაჩი ლეიტენანტი რაც უმცროსი ლეიტენანტი და ის უკვე აგდებით ელაპარაკება რა სადიშოვეს ბიძა ჩემო სატრიალებს ამონთხო სამსახურიდანო ამ დროს უკვე ეგ დაიწყო ფეხბურთის მარში რა გამოდიან ეს დაიძაბა ხო ვერ შედეს რა ფეხბურთის ეს არის ფანატიკოს მე მომთხარ რომ სამუშაობო ასე მომთხარ გორის მილიციის უფროსი ვარ ხო გორის хорошо აი წაბრიშულს ისროფო მანდ მუშაობსო ისო წავიღაც გვარზე გადაამოწმა რა ის ამონთხარ რომ მუშაობსო და შენზეა დამოკიდებული კიდე რამდენი ხანი მუშაობს მაგის მერე სულ ამბობს რომ რა ბენზერი გადარჩენილი ის კაცი აზე არ არის დღემდე რა ერთი წამით შეიძლებოდა მაგის დავთვალებული წაბრიშულს ის რო წაბრიშულს ახლა დაუბრუნდეთ ცოტა ხანი რა აკადემიურ თემაზე ვერ გესაუბრები ხარისხის უქონლობისა და გამო თუ რამე სხვა თემა გაქვს ხო
არა, მინისტრი როცა იყო. მაგას კი, მაგის ხარისხი მაქვს. აი საკუთარი გამოცდილებიდან იქნებ რაღაცა მირჩიო, სანდრო, როგორ გავხდე ჯანდაცვის მინისტრი? რა გინდა მორბის იქიდან ხალხი და შენ რაღაცა შენ არა, ერთ წუთი. რად მინდა ეს ხო არ მიკითხავს. აი ეს პრინციპის ამბავია? აი როგორ გავხდე ჯანდაცვის მინისტრი? მაინტერესებს. ანუ აი შენი გზა. როგორ გახდი ჯანდაცვის? როგორ გახდებოდი? როგორ გახდი შენ და მეც აი იგივე რო გავაკეთე. არა, შენ მოადგილეობა გინდა და განსხვავება არა. არ მინდა მოადგილეობა, მინისტრობა გინდა. მოადგილეობა მინდო და შენ დროს, ეხა შენს კამს ხო არ დაგართმევ? და სერგიენკოს დავართმევ. რა დაგიშავა სერგიენკო? არაფერი, ჩემის კამი უკავია. კი მითხრა ბენდუქიძემ რომ დაანებე თავი არ გინდაო, მაგრამ მაინც მინდა, რა ვქნა, ეს იდეა ფიქსი. და სწორედ რამდენი კაც გიყურებს აქო და გისმენს. იდეა ფიქსი მაქვს, მინდა რომ გუფის მივცე ბევრი პოლისი და სადაზღვევო. იმიტომ რომ ავათარი ბიჭი და იმკურნალო. შეხედე. როგორ გამოიყურება, შეხედე. დაგიდა მე ხო არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია და? შეხედე. თვითონ მოაგვარებს მაგას. მე მინდა რომ მივცე მე ეს პოლისი. როგორ შეიძლება გახდეს? რა გზა გაიარე შენ და რა გზა გავიარო მე? მე გავიარე ეგეთი გზა. დიახ. რომ 17 წელს ვიყავი დაუმეგობრდი ლადო გურგენიძეს. რომელიც მე წავიდა ისწავლა ამერიკაში, იმუშავა ამერიკაში, მე ჩამოვიდა თბილისში, გახდა ბანკის მმართველი, გახდა პრემიერი და მეძახა მე. ანუ ამერიკიდან წამოვიდა. ხო, მას ჩავიქენ ჩამოვიდა. ეხლა უნდა მონახო ვიღაცა, ვიც პოტენციურად პრემიერ-მინისტრი იქნება მალე, ან არის, ან რაღაც ეგეთი. მე წახვიდე. ახლა დისერტაციაო რო ამბობ. ხო. მე სხვათა შორის დაცული მაქვს. რა თემაზე? მე მართლა მოიტერეს. კრანიო-ორბიტალური ჰიპეროსტოზული მენინგიომების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. აბა გაიმეორე, ხო იყავი ჯანდაცვის მინისტრი. და შედეგი რა არის მაგის? რა გავიგეთ ახალი? ღამიშოუ მიმყავს, ასე კრანიოლოგი დაიღო. კრანიო-ორბიტალური ჰიპეროსტოზული. აი მინდა რომ ეს იცოდე, აი ეს არის ექიმები. დეჩეს ამოჩეს ექიმები შემიძლია ვიხუმრო. ისეთ რაღაცებს იგონებენ, რომ დაგაჯერონ, რომ ამაზე ჭკვიანი, ამაზე მაგარი, ამაზე განათლებული ხალხი მეორე და შექმნილი აქვს ეგეთ პატარა თავისი სამყარო და ერთმანეთს კრანიო-ორბიტალურზე საუბრობენ. სანდრო, აი როგორც იტყოდნენ ახალ ზელანდიაში შემპირ შაქარია. ნეტა ჩემი მოგონილი იყოს მენინგიომა, ჩემი აღმოჩენილი იყოს და ეხა აქი არ ვიждებოდი. ასლაბარაკო. ხო და დისერტაცია არა მაქვს ხო და უნივერსიტეტთან მე შემხედრია არაერთხელ არაჩვეულებრივი ქალბატონი წერს აკურსოებს, მიგეც 1-500 ლარი და დისერტაციას დაგიწერა. შეიძლება თემა ვერ ვიპოვე, კარგი, თემა მინდა მოვიფიქრო, ესეც საინტერესო რა. ყველა კრამ თემები. შემოთავაზე. თემები? რა ვიცი. ასე ზოგადად კაცო, აი მაგალითად აი აქ თან არა მაქვს ეხა არაფერი და აი მაგალითად აი იცი შენ რატო არის ეგეთი ხო? ნათქვამია რომ სუფრის თავში არ უნდა დაჯდა. რატო? იმიტომ რომ ცუდად მარაგდება ის ნაწილი. ანუ თამადა ყოველთვის ნაკლებს ჭამს, კეთახმები. ყოველთვის შუაში უნდა დაჯდა. ხო რაღაცა ეგეთი თემები უნდა წამოუწიო რომ ხალხს რაღაცაში გამოადგეს მე. წამოწიენი რა. თორე შენი მენინგო რა იყო ეს კრანიო-ორბიტალური რაღაცა. ბოლოჯერ ვიმეორებ. შენ მართალია მინისტრი აღარ იქნები ჯანდაცვის არასდროს, მაგრამ ბოლოჯერ ვიმეორებ. კრანიო-ორბიტალური ჰიპეროსტოზული მენინგიომების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საღოლო. არა მაგარი თემა კარგია. შენ სლაიდები არ გინახავს. კარგი, მე სანდრო მინდა რომ კონტრაქტი გაქვს. დიახ. რაც თავარია. ჯანდაცვის მინისტრი არ იქნები და აღარც გინდა, დამიჯერე, შენ ისე აყვავე ჩვენი ჯანდაცვა რომ ამას აწი თუ გააფუჭებს ვინმე. გეთანხმები. თორე გასაკეთებელი არაფერი აღარ დაგვიტოვე მომავალ მინისტრებს რა. მაგიტომაც გინდა. მომავალ მინისტრს. ხო. კონსპექტები თუ დაგშა რაღაცა მომეცი და მე გავაგზელებ შენ დაწყებულ დიდ საქმეს. ხო და მინდა მადლობა გითხრა მობრძანებისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის შენ ხარ ერთ-ერთი ის ადამიანი, ჩვენი ღამიშოუ სტუდიის მეგობარი, რომელიც თუ ქალაქშია და თუ მართლა რაღაც პრობლემა არა აქვს და ცალია, ყოველთვის მზად ხარ რომ მოხვიდე, გვერდში დაგვიდგე, იყო ჩვენი პროექტების სტუმარი და ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს და იმედია გვექნება ჩვენ სტუდიას და მინდა დიდი მადლობა გითხრა, აღარ გინდა ეს ჯანდაცვის მინისტრობა, მე შენ გხედავ ანდრეს ფოგ რასმუსენის შემცვლელად. როგორც სიტყვიან ახალ ზელანდიაში შემპირ შაქარი
სანდრა გუიტაშვილი, დიდი მადლობა. ახლა ღამის შოუში გთავაზობთ სიმღერის პრემიერას. თქვენ წინაშე წარდგება დათო კენჭიაშვილი, რომელიც შეასრულებს, რადგან პრემიერა ახალ სიმღერას, რომელიც ჯერ არსად შესრულებულა. მუსიკის ავტორი თავად დათო გახლავთ, ხოლო ტექსტის ავტორი ლელა გაბური. გთხოვთ, დათო კენჭიაშვილი.